მეუბრებო მას დიდება და ჩვენ მშვიდობა უმერთოდ აცობრიება არ არსებობს ამიტომ მერთი ჩვენი საწყისია მერთი ჩვენი მფარველია და ამიტომ მისი დიდება ჩვენ გზას მიჩვენებს მომავლისაკენ გავამდელობისაკენ მომავლისაკენ და ამიტომ დიდება ღმერთს შეგვინდოს ყველაფერი ამინ 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 მეუბრებო მინდა ჩვენი სამშობლოს ჩვენი საქართველოს საფრთხეო შემოგთავაზოთ საქართველოს სოფლიო საქართველოა კოლხეთის საწყისია საქართველოს ლაზეთის საწყისია საქართველოს სამეგრელოს საწყისია საქართველოს ამასთან ერთად ჩვენ დღეს საუბარი გვექნება ჩვენი საქართველოს ერთ-ერთი ღირსეული შვილის ჩვენი სამეგრელოს ღირსეული წარმომადგენლის მოკრძალებულ პოეტურ პრეზენტაციაზე ამას ჩვენ თანდათანობით შემოგთავაზებთ თანდათანობით გავაშუქებთ და უსაქართლოდ არაფერი არ იქნება ჩვენი კოლხეთის სადგეგძელოს გარეშე და ჩვენი სამეგრელოს სადგეგძელოს გარეშე არაფერი არ იქნება და ეს ყველაფერი აერთიანებს ძალიან საქართველოს გაუმარჯოს მაგას მაგას კი არა ამას ამინ დიდება საქართველოს საქართველოზე ეგარის მომკვდებაო თავს დასტრიალებს ხორანი და შავი ზედიზედაო თოთამ დაგზარვენ ხორანი გამაგრი ქართლიზედაო გული გავლეს სობრობითა საცადა კრახნაღარა მოდით დავაძახოთ ქართულად ხალარ გვეცლება აღარა ერთად დავაძახოთ ქართულად ხალარ გვეცლება აღარა სადაც შობილ არ გავზრდილობარ და მის როლია ის არის სადა მამა პაპა მე მათი თუხარი სადა მამა პაპა მე მათი თუხარი ხალი მომეც და ხარჯალიე აბაჯარი თუდაცისაო τερსუნდა გული გაუფოთ წერა გავხადოთ მისაო ტერსუნდა გული გაუფოთ წერა გავხადოთ მისაო დაუკარით რომ ძველ ხანჯალს ელდაეცეს გაისხარჯოს და ბრძოლებში გაიხარჯოს გაუმარჯოს საქართველოს ზედაზეცას საქართველოს ძლიერებას გაუმარჯოს ორუდილა ორერა ვარდა ორერა ორერა და ორუდილა ორერა ვარდა ორერა ორერა
მეგობრებო, იცით რას გეტყვი? ამ ქვეყანაზე სოფელი ძალიან მოკლეა ეს იცით თქვენ. ცხოვრება და როდის გაგვრეკავს თავისი ბუდიდან წუთი სოფელი არავინ იცის. რა მომენტში და რა. ამიტომ იცით რას გეტყვი? პატით ვიმხიარულო. მოდი მოვასწროთ ერთი ორიოდე მოვხერა მაინც. აი იმიტომ რომ არაობა არისო თვითონ სოლომონი ბრძენი ამბობს ამას. ეს წუთი სოფელი, მაგრამ აგერ რჩება ბავშვები, შვილები, შვილთაშვილები, ბატონოჩემო და აღზევებენ ცხოვრებაზე ესაა მთავარი და მოდი. იცით რას გეტყვით? ამათ შევასწავლოთ. რა არის ღირსება, რა არის ადამიანობა, განათლება, ყველაფერი და მოდი ჩვენს მომავალ თაობას და ამ დედამიწის მარადიულობას გაუმარჯვოთ. ესე ვიტყოდი, იცით რას გეტყვით? კაცი უპოეზიოდ არ ვარგა, ულექსოდ არ ვარგა, უსიმღეროდ არ ვარგა, შეკვრის გარეშე, ხელოვნების გარეშე, ყველაფერი საჭიროა ამ წუთის სოფელში და ამიტომ იცით რას გეტყვით? ყოველი თითოეული ადამიანი განგებისგან ჯილდოვდება რაღაცით მაინც. ვინც არ უნდა იყოს, შეიძლება ბავშვობაში სულ რაღაცა იმად მიგაჩნდეს, მაგრამ ისეთი გენიოსი გამოვიდეს ბოლოს, რომ გაუკვირდეს საზოგადოებას. აი, სწორედ ამიტომ იცით რას გეტყვით, ხო შეკრებილი მიმართ. ქეთს უნდა ვიმღეროთ, ქეთს უნდა ვიცეკვოთ, ბატონო ჩემო, ლესიც უნდა ვთქვათ. პლუს აბაზის ამბავი რომ ხლა უზნეობა არ მოდის ჩვენში სუფრაზე, მართალია ეს, მაგრამ რაც კაცობას და კაცობას შეეფერება, ეს ყველაფერი უნდა თავ მოყრილი უნდა იყოს ჩვენს შორის. მე გეტყვით ერთ რაღაცას. მე თვითონ მაგალითად თუ მკითხავთ კაცი უპოეზიო სიცოცხლე არ შემიძლია. ქალბატონ ლამარას უსიმღერო სიცოცხლე არ შემიძლია. რამდენჯერაც მივედი მის იმაში რა ქვია ოჯახში, სულ ფანდური უკავია ხელში შუაღამეა. წევს თუ რაღაცა ასეთი რაღაცა ყველა კაცი პასუხაემო რუსმა როიცის იმს არ იყოს ყოველი თითოეული ადამიანი თავისებურად ესე იგი რაღაცას თავისებულია. ხო და ერთ რაღაცას გეტყვით ახლა მე ესია უპირველეს ყოვლისა ესაა ჩემი სული გული ბატონო ჩემო. ხო და ამაში მე ბავშვობიდან შთამაგონე ჩემმა წინაპრებმა მამაჩემმა მე სოფელში იცი რამხელა ჩვენი ხალხი იყო ჩვენ დროს მართალია ახლა მე რომ დენიკინის დროს რო წვიარი ისე ცხოვრობდი მაგრამ ეს უკვე სხვა ისაა რა ქვია განვითარება მაგრამ სოფელში იყო იგავარაკები ბატონო ჩემო აპრები ლეგენდები დიახ და აი ბავშვი რო იყავიო ამათ რო უსვენდი აი შთამაგონეს იქიდან და მე აი სტალინის სიტყვებია, ნუ იტყვით მცირეზე ნურას დროს უარს, რადგან მცირედან შედგება დიდიო და რავის ახლა დიდი და დიდი კი არა ვარ, მაგრამ მაინც ახლა უფრო დიდი ვარ, ვინც ვიყავი ბავშვობაში. მე ახსენდება ყველაზე მეტად ერთი, იმიტომ რომ ბავშვობიდან სულ გასაჭირში ვიყავი, სულ ძალიან მძიმე ბავშვობა მქონდა და დღესაც და ცხოვრების გზა ჩემთვის იყო რაღაცა ყოველთვის წინააღმდეგობით წავსე. წინააღმდეგობაში იბადება ჭეშმარიტება. ბატონო ჩემო აი რას ვიტყვი? ახსენდება ყოველთვის ტერენტი გრანელის სიტყვები. ოღ მეთო ჩემო, რადგან მაშინე მე ხომ სიცოცხლე არ მithოვია? და სულ ამაზე ვფიქრობ, ახალგაზრდობაში რა მაძულა ეს კაცი რომ მე ხომ სიცოცხლე არ მithოვია? თუმცა როცა დაუბერდი ახალგაზრდობაში ყველაფერს იტანს კაცი. ყველაფერს აიტანს, გაჭირობასაც, იმასაც, ამას და არ ფიქრობს, ის გიფიქრობს, რომ არასდროს არ მოკვდება, მაგრამ ახლა დაუბერდი უკეთად მივედი იმ მდგომარეობამდე, რომ განდა ამას თანდათანობით პოეზიაშიც გამოვხატავ და გაიგებთ ალბათ რა შეიძლება. მაგრამ დაბერდი არა, ლექსის ტრიკონებს დაძდებს სურმელი საუკეთესო, გამდივით სიყვარულს რა, დააბერებს, სულზე უთქვესო. ხო და აი როცა
უკვე გაჭირვებაში შევდივარ, ესე იგი სიზნელებს, უფრო სიზნელებში, ბავშვობაში თვითონ კაცი და ახალგაზრდობაში, მაგრამ როცა ახლა შევედი და ყველა ესე იგი საზოგადოებას არ მომწონს, ძალიან თუ გინდა ძალიან ესე იგი საწყენი სიტყვები იყოს, ესე იგი, მაგრამ ყველა ჩემს მოტყუებასა და იმას ზეფიქრობ და ამაზე იცით რა, მე ასე ვიტყოდი. მithქვამს ტერენტივი, რად გავხდი ქვეყნა? რად მოვევლინე? ვის რა დაწყობდა ჩემი გაჩენა? ემაგ ფიქრებმა მფრინავი რაში სულ უსასრულოდ შორს გააჩენა. იდება უფა, რომ არ ინება უერთგანეთო ჩვენი გაჩენა, შენახარ ჩემი შვება და ხენა, ფიქრი ოცნება, სულის მარჯვენა, პოეზიას მეუბნები. მას ხომ ერთი ვარ ცით მოვარდნილი, ერვად ქარიშხლად ცეკვად ქცეული, ზეცით მონაბერსული, ერებას შეფარებული, მიწის ცხეული. ხოთხეულია ჩვენი სავალი, წარსულს სიახლით გადაჩვეული, ქვეყნი ერებას შემოატარეს მას უამრავი ათასწლეული. გაზბინათებენ ანგელოზები, შორს გასაფრენად ფრთები ისლება, ჩვენ თავს ამოვყავთ უკვდავებაში, გზა ნაკვადები არ წაიშლება. ძალიან მომწონს ეს და შეიძლება სხვას არ მოწონდეს და მეორე კი, აი წერა და ყველაფერი დამაწყებინა ამ წუთის სოფლის უკუღმართობამ ბატონო ანზორ, თქვენ დამეთანხმდით ვითამაში და ვისაც ჩავასვი და ვახურე, მამლა გამხადაო თუთაშხიაში რა არის, იმისა არ იყოს. ძალიან წინამორბედობებითაა ჩემს სიცოცხლე და ცხოვრება. ხო და ერთი ასეთი ფრაზა მაქვს კიდევ ლექსების. მისთვის კი არ წერ, ჟამებს გაუსწრო, ლაღის საქვეყნოდ ვიყო ქებული. დამტანჯა სოფლის უკუღმართობა, შვიდი გამხადა განრისხებული. ოლესე კალამი, ხანჯლივით ვიქნევ, ბრძოლის რაინდი შმაგად ქცეული, ვსდევ ბრატებას, ლეწავდა მაინც, ხეცივით მიწევ ღვთისგან წეული. სისხლად აღარ თმობდეს ზეთამცნებებს, რაც რამ რწმენით მაქვს ყურადღებული, სანამ სამყარო აღარ ვიხილო უფლის ნებაზე დალაგებული. მამაო ჩვენო, ძლევცათა შინა, ყავნება შენი გამდიდებული, იმეტე მადლი გადამაფრინე ჩამომაშორე ცოცხლის სხეული. ცადა მიტაცე, მიცხე, მიკურთხე, ნაცოდვილ არის სულის კრებული. წერ, წუთის სოფლის ჯოჯოხეთიდან, სამოთხის კარებს მონატრებული. ეს დიდი უკმაყოფილობითაა გამოწვეული, რასაც წერ. იცით რას გეტყვით კიდევ? ვისაც ჩავასვი, ვისაც დავახურე, მანვე გამხადაო, იმის არ იყოს, ვისაც სინამდვილეში იმ ხლაპატი ვეცი, რომ ესე იგი, რაც არ უნდა ყოფილიყო, შემსაწინააღმდეგოდ არ უნდა ეთქვა არაფერი, მაგრამ იცი, კიდევ უარასდღეში უნდა იყოვო, შენ რო ხარო. ხო და მე გაიქცა და ესე იგი დავბრუნდი სახში და იცი რას გეტყვით? დღეს უკვე ჩემი იარაღი არის კალამი. ხო და ვამბობ, დღეს შაბათია, 9 ნოემბერი, ვეღარ ვაკავებ ამ გულის სგერას, მასყურებია სულს განახლება და ბულბულივით აპირებს ჩვენას. მაგრამ ჭრელია წუთის სოფელი, მასტურ თვალებით შესკერის ყველას, ყოველი დახსნას მოწყურებული ეშვაკისაგან მოეიშველა. ეცავსი ხარო შარიდან მიცნობს, შეჩვეული ვარ ცრემლების დენას. ვინც დავაპურე, ვინც შევიფარე, ყოველი მათგან წავაწყდა ცხენას. აუ, ცრემლი ვარ მე ავი ბედის, სულს რომ იწამლავს ურჩხულთა ჯადო, წამოუბერავ ელბით, ქარიშხლით, მოგერიება მით უნდა ვცადო. დღეს პოეზიას დავშლი, ავაწყობ, ბასრი არაღად უნდა ვაქციო, ამ დემონების ჯოჯოხეთიდან წყეობას თავი რომ დავახციო. გინდ ჯვარზე მართვან მერს უფალივით, გურგანგმირულის უნდა წამოვდგე, სოფლის განწირულს და სულითო ბოლს,
თვითონ მომგზებნის საკით სამოთხე. Omiko Antarias Omech Erakis Se Antarias Prezentacja Gostas Visi leksebis Visi poeturi აღმაფრენის ასეთი შემართებული კაცის ასეთი ვებერთელა ქართველის ვებერთელა მეგრელის გასუცა მეგრელის ნაზის ორხიდან მოძებნა ამ კაცის პრეზენტაცია მოხდა მივცეთ მურთიდან მოედანი რომელიც მას მოუპოვებია ცხოვრებაში რომელიც მას შეუქმნია ამ ღმართ თუ წაღმართ ცხოვრებაში და გადმოუტანია ეს ლექსად პოეზიაში ასე რომელიც პოეზიაში დავარდობს და მოუდრეკლად ესაც ჩვენს შორის არის და იქნება ბალადის უკუნისამდე ამინ Adamno Omer Adamno Omiko Sasirvarlı Sakarlıya Omer'ya Omer'ya რომელიც მეხად მოევლილა ქართულ პოეზიას მე ომია უფრო მიყვარს ბაპატიეთ იმიტომ რომ ომია ჩემს სიცოცხლეს და ჩემს ცხოვრებას ამდა ომია დამისახეთ არა ომიკო და არა დედიკო და რა მომიკო ხმალვოქნეული ხარ ამ ომში და ხმალს იქნევ და ეს ხმალი უნდა შეერგოს ჩვენს მომავალ თაობას რომ გზაკვალი დარჩეს და ნიმუში აიღოს Omikosagam. Argabzendelo, madloba. Omikosagam. Შემოგარგო. შენი შემოქმედება, შენი ხალასი ნიჭი, შენი აღმართული ხანჯალი, რომელიც ამ წუთისოფლის ბოროტებას ამარცხებს და დამარცხებს კიდევაც შერჩეს საზოგადოებას, შერჩეს ჩვენს მომავალს. და შერჩეს სამაგალითოდ რომ შენს დანაბარებზე შენს მოძრაობაზე იზრდებოდნენ ახალგაზრდობები და არა ახალგაზრდობა იმიტომ რომ ეს სამოვლობის საქმეა და ერთი ფრაზას გავაკეთებ ქართველი ერლის, ქართველი პოეტის სიტყვებზე შენ შემოვიგო გესმის ახალი დღის მოწოდება ფიჭრის კალამი როგორც ხანჯალი კიდევ გიწვია გულში ზოდებად ლექსების ოქრო დავხარჯავ ეს კაცი ხალხი იგი მადლობა მილება შენ და შენს პოეზიას შენს მოძრაობას შენს გულისხმას შენს დიდებულ სიყვარულს თანამედროვეებისაგან დატოვებულ წინაპართაგან დატოვებულსა და თანამედროვეებისაგან აღტაცებულს და მომავალში გამოყენებულს შენს შემოქმედებას. იგი მადლობა